ბრუნდებით ძალიან მნიშვნელოვანი თემით. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ვინც აქ შევიკრიბეთ და მათთვის ვისაც გარკვეულწილად 40-ის მიმდებარე ასაკობრივ ჯგუფში ერთიანდება და თანაც ასეთი სიახლე აქვს, რომ ზედმეტი კილოგრამები ნელა თავს იყრის და თან გაჯიუდნენ ეს ზედმეტი კილოგრამები, ეს თითქოს ამ ასაკობრივ ცვლილებებს ახლავს და სწორედ ახლა გვინდა მისი მართვისა და პრევენციის მორჯულების ამბები განვიხილოთ ანი გიუნტერის რუბრიკის ფარგლებში დილამშვიდობის კოლეგებო, ნიშნავს თუ არა მომატებული ასაკი მომატებულ კილოგრამებს და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. -5 კილო, თუნდაც +35 წლის ასაკში. დღეს მენიუს ექიმ ნუტრიციოლოგთან ერთად შევადგენთ, მოვისმენთ რა პროდუქტებიც განსჯობს თავის შეკავება ჩვენს ასაკში და შეგვიძლია თუ არა მივირთვათ ამათ გარკვეული პროდუქტები. სინდისის ქენჯნის გარეშე, მაშა ასე უკვე გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე, მივესალმები ნატა გაგუას, ექიმ ნუტრიციოლოგს, ასევე სვეტა ბაგდასაროვა პრაიმ ჰაუსის მონაწილეა ეს წარმოადგენელი ჩვენთან ერთად და პიარის სპეციალისტი ზუზუ იგივე ნინო ნოდია. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა. მოდი ნატას ვკითხოთ. ნატა, რატომ გვიჭირს განსაკუთრებით ჩვენ ხომ არ გეწონებათ იკაპიტაპირო? არა, ჩვენ ხომ ამიტომ გავაკეთეთ ეს. აბა რა. ვისწავლოთ, როგორ შეძლეს. პირდაპირ როგორ შეძლეს. რა გვჭირს და რატომ ვერ ვიკლებთ წლების ვატებასთან ერთად? ბევრი მიზეზია, ძალიან ბევრი მიზეზია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ჩვენი სტრესული ცხოვრება. აი სტრესი და ნერვული სისტემა თუ არ არის რაღაც დაბალანსებული, ზომიერად გათვლილი მთელი დღის განმავლობაში, აქედან იწყება ძირითადი პრობლემები, მაგრამ ამას გარდა წლები გვემატება და რაღაც მიკრო, მაკრო ელემენტები ორგანიზმს აკლდება. თუ ახლა ჩვენ კონკრეტულად არ ვიცით, რა პრობლემა გვაქვს, რომელი მიკრო ელემენტი გვაქვს, ან რომელი ვიტამინის დეფიციტი გვაქვს, ძალიან რთულია კონკრეტული რჩევები მივცეთ პიროვნებას. ანუ პირველი ნაბიჯი არის რომ ვიცოდეთ ჩვენი სხეულის თავისებურებები. რა დაგვაკლდა, რა გვაქვს ზედმეტი, რომელი ჰორმონი როგორ მდგომარეობაშია. ზოგჯერ ჰორმონიც ნორმაშია, მაგრამ ზედაზღვარზეა და ესეც იწვევს წონის მატებას. და შემდეგ უკვე შეგვიძლია იმის მიხედვით, როგორი ბიუჯეტი გვაქვს, როგორი ცხოვრების რიტმი გვაქვს, გამოვნახოთ ისეთი მუშა რჩევები, რომლებიც გამოასწორებს ამ პრობლემას. არ არის აუცილებელი მანდა მაინც გენეტიკური ანალიზები გავიკეთოთ, არ არის აუცილებელი მანდა მაინც სული სპექტრი გავიკეთოთ. ჩვენ ექიმები ამ ბოლო დროს ძალიან ცუდ დღეში ვართ რამ ხრივ. ვითვალისწინებთ თითეული პაციენტის მოთხოვნას, მის ბიუჯეტს, აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომელი ანალიზები ჩავაბარებინოთ, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ანამნეზის შედგენა. ამიტომა ძალიან გაფაქიზებული უნდა ვიყოთ და ყურადღებით უნდა უსმინოთ პაციენტს, რომ გავიგოთ რა ჭირდება კონკრეტულად, თუ არა აქვს შესაძლებლობა ყველაფერი ჩააბაროს. როგორ უნდა შეუდგინოთ კვების რაციონი, რომ ყველა პროდუქტი იყოს მისთვის ხელმისაწვდომი და შედეგიც აუცილებლად სასიამოვნოდ გააოცებს და ის 5-6 კილოგრამიც, რომელიც ბოლო წლები მოიმატა, ნელ-ნელა დატოვებს. რატომ 5? იქნება 12. იქნება არც აწუხებს. ჩვენ არც აწუხებს. და კიდევ ერთს დავამატებდი, ჩვენ და გვახსოვდეს, რომ წლების მატებასთან ერთად თავარია უჯრედი არ დავაბეროთ. ეს რას ნიშნავს? არ დაიწყოს კაცრი დიეტებით უჯრედის ოქსიდაციური სტრესი და ძალიან საშიშია. შეიძლება წონამ და კილოგრამებმა გაგვახაროს სასწორმა, მაგრამ მივიღოთ ისეთი სტრესი და ისეთი კანის დაბერება, კუჭნაწლავის ტრაქტის დასწრება. უფრო რთული სამკურნალო და უფრო მეტი პრობლემები ავიკიდოთ, ვიდრე აი ეს ძალიან მოკლედ მინდოდა მეთქვა. ბალანსი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიკითხავ, გავადონატა, აი რაღაცნაირად თითქოს იგივე 60 მათემატიკა, მაგრამ წონით სხვა ვარ. აი ეს რა არის? ასაკთან ერთად რატო იცვლება მასის ინდექსი თუ როგორ თქვა? ინდექსი კი არა და რაღაც წონა, აღნაგობა, ფორმაც. ანუ წონა მეტია და თქვენ იგივე მოცულობებს ინარჩუნებთ. ეს შეიძლება იყოს კუნთოვანი ქსოვილის და ცხიმოვანი ქსოვილის თანაფარდობის შეცვლა, შეიძლება კუნთოვანი ქსოვილია უფრო მკვრივი, შეიძლება რაღაცა სითხის შეკავება ხდება ისე რომ თქვენ თვითონ ვერ ან კიდევ სასწორი. ვისცერალური ცხიმის ჩალაგება ხდება ისე რომ ვიზუალურად არ გვემჩნევა, მაგრამ ორგანოებს, ანუ რაღაც ასეთები ხდება. და ეს მარტო თქვენ არ გაწუხებთ, ძალიან ბევრს აწუხებს.
გაცვიო როგორც ყოველთვის გადასარევად, მაგრამ ეხლა ტანსაცმლის და წონის თანაფარდობა. კი. არა. ზუზუ აიდარდი გაქვს ხო? როგორ გაქვს აიდარდი შედეგს ხედავთ? ირგვლივ ყველას აწოხე. გაწოხე. რჩებებს ხო გაძლევენ ხოლმე. გახდი ეხლა. გამختარი ხარ ნამდვილად. ლანდი გამდის. მე მახსოვს შენი პოსტი, სადაც წერდი რომ ჩვენს ამდენი ხანი მოვიდიოდი აქამდე და შედეგი მოვიდა შენი. მოხვედი ჩვენ. ეს რო გაგვიზია. ეს იცი რა იყო? უფრო ეს იყო ჯანმრთელი, ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი ჩემი ესე ვთქვათ დაკავშირება. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ბევრი წელი ვიყავი ძალიან გამხდარი და რა. აი რა. რატო? აი რატო რა? არა, ეს ხონა ჰიუმორით, მაგრამ მართლა გეუბნებით ახლა გულწრფელად რომ ეს წონა ჩემთვის რაღაცა ნამდვილად დიდია, იმასთან შედარებით რაც ვიყავ, მაგრამ აი ეს კატასტროფულად ამაზე ნერვიულობდი. არა. ალბათ იმიტომ რომ ჯანმრთელობაზე ხო და არ როდესაც იქნება ოკეი, საფრთხე. გამოაცხადა ესეთი რაღაც წერტელმა დადო პოსტი, რომ აი ვის გსურთ რომ ჩაერთოთ აი ამ ესე ვთქვათ მარათონში, რომ -10 კილო ერთი თვის მანძილზე. ოღონდ ჯანსაღი ცხოვრების წესით ეს იყო მე. რა იგულისხმებოდა მაგაში? ხო და აი ამ ბანეოლოგიურ სავანტყოფოში, და სპა ცენტრში მე ვიტყოდი. ჩვენთვის ეს არის რაღაცა კომუნისტური, რაღაცა აი რომ ბანეოლოგიურს რო გაიგებ პირდაპირ ჩემთანაც, ჩემს ცნობიერებაშიც მხოლოდ გამორეცხებთან ასოცირებული რაღაც მეთოდებით და ნეგატივთან ასოცირდება. ნეგატივთან არა, მაგრამ აი რაღაცა მოძველებულ მეთოდებთან და დღეს რო შედიხართ ამ დაწესებულებაში, ეს არის აბსოლუტურად კურორტი შუა ქალაქში. აი ეს შეგიძლიათ რომ ძალიან მარტივად წარმოიდგინოთ. სამკურნალო სამკურნალო გერმანულად. არა. არა. ყובה არა, იმიტომ რომ მე ისედაც სწორად ვიკვებები. დიახ. ვერ ჭამ მე საერთოდ და ფიზიკური აქტიურობა? ხო და ფიზიკურ აქტიურობას არ უნდა გკითხოთ. ვერა. მაგრამ აქ იყო საოცარი სხვადასხვა პროცედურები, აკვა აერობიკიდან დაწყებული სხვათა შორის ესეც ფიზიკურ აქტიურობაში თუ შეგიძლიათ. აი ეს იყო ერთი კომპლექსური მიდგომა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. და საოცარი სხვადასხვა პროცედურები საოცარ სპეციალისტებთან ერთად. ნუ ვისთვის რომელი გზა თუმცა არის? ფსიქოლოგიც კი იყო ჩართული აი ამ პროცესში. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი საერთოდ მეთოდი იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდი, არის რომ კარგ ხასიათზე იყო კეთილი ადამიანი, გიყვარდა ადამიანი და გადავედით, ვერ ვიტყოდით რომ კურორტია, პრაიმ ჰაუსის სივრცე და ძალიან კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, თუმცა ჯობს რომ დავეკითხოთ თავად საერთოდ რომ მომაც მოახერხა 7 კილოგრამის დაკლება პროექტში შესვლისაში. ორ კვირაში, მაგრამ მანამდე ხალხო 50 კილო აქვს დაკლებული ადამიანს, რომლის ისედაც ბუნებით კარგ ხასიათზე ვარ, დილით რო ვიღვიძებ ანგელოზები ხო არ იმატებენ ეფერული სხეულის მქონეები ამიტომ ექსხივის წონა იმატებენ ხო მხოლოდ დაფრინავენ სვეტა როგორ მოახერხე 50 კილოგრამის დაკლება პირველ რიგში უნდა გკითხოთ და მე დავეკითხოთ სპეციალისტს რამდენად სწორია ეს სწორიკვებით სწორიკვებით და ვარჯიშით რამდენი ხნის განმავლობაში მიიღე ეს შედეგი 2 წელიწადში დავიკერე სადღაც 40 კილო დღეში ყოველდღე ვარჯიშობდი 3 საათი და ვისავდი სწორკვებას. ამ სამსაჭ კარდიო ვარჯიშები შედიოდა? კარდიოც შედიოდა, კი, ძირითადად კარდიო ვარჯიშობს. პლუს მამნიჩვებაც გააქვთ, ანუ თამბაქოს მოხმარებელი ხარ? კი. და თამბაქოს მოხმარება და კარდიო ვარჯიშები ერთად ცოტა საშიში ხომ არ არის? როგორი სიჩუმე ჩამოვარდა? ძირითადად ცეკვა. მაგრამ წარსულში შესაძლოა ახლაც გამოგადგეთ ეს პრაქტიკა ძიუდოისტი. ვაუ! 5-დან 12 წლამდე დავდიოდი ძიუდოზე, ბავშვობიდან მინდოდა ყოფილიყავი ბალერინა, მაგრამ ბავშვობიდან პუტკუნა ბავშვი ვარ და მამაჩემს ყავდა მეგობარი, ბალეტმეისტერი მარწინა, რომ მიმიყვანა, შემომხედა, ნუ გიждდებოდა მამაჩემს და ძალიან სიმპათიური კაცი იყო. ძალიან მიყვარხარო.
მე შემოვხედა, მაგრამ ნუ როგორ რანაირად და მამა ჩემი წავედით ძიუდოზე და ესე მაშინ ძიუდო ხო აი არჩევანია ნატაი მაგიდან გამომდინარე ჩდება შეკითხვა ნუ უნდა შევეკუო თუ არა იმას რომ შესაძლოა გამხდარიყავით ბალერინა მაგრამ მეტი ძალისხმევა დაგჭირდებოდათ ეს უფრო სწორი იქნებოდა ალბათ ხო იმიტომ შეუძლებელი არაფერია ანუ ჩვენს ასაკში გაცილებით მეტ რესურსს მოითხოვს ასე ვიტყოდით ხო და აი როგორ გამოვიმუშაოთ ეს კვებითი ჩვევები და ზოგადად რა შევცვალოთ? აი თავარი რითი დავიწყოთ? იცით რა შეასაქმე? იქიდან გამომდინარე რომ წლებთან ერთად ჩვენ გვაქვს უამრავი საზრუნავი და ბევრი პასუხისმგებლობა, ხო? შვილები, ოჯახი, სამსახური და ჩვენც აღარ არის ჩვენთვის ასე ნომერ პირველი როგორ ვიკვებო, დავითვალო კალორია, რამდენი საათი. ამიტომ ის დრო, რომელიც გვაქვს ამისთვის გამოყოფილი უნდა იყოს ძალიან სწორად შერჩეული. რა თქმა უნდა, კვება აუცილებელია და მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ კვებაზე აქცენტი არ შეიძლება. აუცილებელია განწყობის თეორია. თუ ჩვენ ამას ვაკეთებთ ესე რომ ვაიმე რა ვქნა ეხლა ეს კალორიები როგორ დავითვალო და სულ რაღაცა დეპრესიულად აუცილებლად ესე იგი мотивация გათვლილი ჩვენს ჯანმრთელობაზე, ну ზოგს შეუძლია 3 საათი ვარჯიში, ზოგს არც შეუძლია და არც აქვს ამის დრო და ფუფუნება. ცილის რეჟიმი, მინიმალური ფიზიკური თუნდაც დატვირთვა და ჯანსაღი კვება, ვის როგორ გვესმის და საკუთარ მაგალითზეც მინდა რომ ელაპარაკოთ ნატა, რადგან კეფირი და ბანანი დამღუპველი ყოფილა თავად აი ნუტრიციოლოგის. ხო, არის რაღაცები. ვერ მიიღო, აი როგორ შეიძლება? იცით როგორ არის? აი მაგალითად არის მაგალითად რომ ერგება დედის რძესავით ეს პროდუქტები, რომლებიც ზოგადად ჯანსაღია რა არის ახლა ან კეფირში, ან მაწვში ცუდი, ან ხილში. და პირადად ჩემი აღნაგობის და ჩემი მონაცემებისთვის არის დამღუპველი. თუ მინდა რომ დღეში 1 კილო მოვიმატო, უნდა ვიყო ასეთ გამტვირთვის დღეზე. ამიტომ როდესაც იცის შენი სხეული, როდესაც გესმის შენი სხეულის ენა, უკვე ამარტივებ რაღაცებს ისეც, რაც თითქოს ჯანსაღია, ამოვიღებ და აქედან ყოფილა ჩემი პაციენტები მაგალითად მხოლოდ საუზმე შეუცვლია, რაღაც მინიმალური ცვლილებები შეუტანია დღის რაციონში და წონის კლება გაგრძელებულა. და მანამდე ეჭიდავება, ითვლის კალორიებს, აი ასეთი დიეტა, ის არც ერთი დიეტა, არც ერთი უნივერსალური დიეტა, არც ერთი საუკეთესო კვების მოდელი არ შეიძლება ბრმად მოვირგოთ. ამას ჭირდება ამისთვის რა პროდუქტები შევიტანოთ უფრო რაც იქნება ეს ზოგადად ცილებზე უნდა გავაკეთოთ სწორ ცილებზე აქცენტი და შევამციროთ მარტივი ნახშირწყლები. ეს არის ზოგადი, აი ყველასთვის რო კარგია, მაგრამ შევამციროთ ნახშირწყლები არ ნიშნავს რომ სულ ამოვიღოთ, იმიტომ რომ გონებრივი მუშაობის დროს ეგ არის აუცილებელი. აი გონებრივი მუშაობის დროს ცილოვანი დიეტამ შეიძლება მომიტანოს შედეგი, მაგრამ როგორც პროფესიონალი საერთოდ გავნადგურდე და ვერ ვიაზროვნო. აი ესე შეიძლება იყოს. ამიტომ ყველა კვების მოდელს აქვს თავის დიდი პლუსები და მინუსებიც, რომლის გათვალისწინება აუცილებელია. რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია, კარგად გამოსცადა საკუთარ თავს, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მე უნდა ჩავინიშნო დიეტა და მე ნატა მეტყვის რამდენად სწორია. ესე იგი, პირველი დღე ხილი, სწორაფად უნდა ჩამოვთვალო, ექსპრეს და სწრაფად დავიკლო და მოვიმატე ერთ კვირაში. ეს არის დიეტა კლინიკა მაიოსი, რომელიც უნიშნავენ კარდიოლოგები ოპერაციების წინ. პირველი დღე არის ხილი, მეორე დღე არის ბოსტნეული. მხოლოდ ბოსტნეული. ხო, ოღონდ ბოსტნეული შეგიძლია აჯაფსანდალი გააკეთო, შეგიძლია დუხოვკაში ყაბახი და ბოსტნეული ხუმელში. ხო, ჩემი ქართული წარუმატებელი. მაგრამ ჩვენ რომ ასეთ რაღაცებს ვიძახი ხომ. დღე მესამე. ბოსტნეული და ხილი ერთად. მეოთხე დღე გემატება ამ ბოსტნეულის და იმით ბანანი და რძე. მეხუთე დღე გაგ 800 გრამი გავიაძინა, საქონლის ხორცი და პამიდორი. მეექვსე დღე ყავისფერი ბრინჯი, 1 ჭიქა, ბოსტნეული და ხილი უნდა ჭამო პირველ ნახევარში. და მეშვიდე დღეც არის ხორცი და ბოსტნეული. ნუ ეს შენ თავზე გამოცდილი კი, ეს არის ჩემ თავზე გამოცდილი. დამჯეროთ ექიმი გავითვალისწინებთ. ყოველდღიური ჩემი სწორი კვება არის დილით ხაჭო,
მაწონი, ერთი ნებისმიერი ხილი, მერე სამი კვებზი გრეჩიხა, ერთი ნაჭერი ხორცი, თევზი ან ორი ცალი კვერცხი და ნებისმიერი ბოსტნეული სალათა, შემდეგი კვება მაგ აგრეთვე ან თევზი, ხორცი, ბოსტნეული სალათა და საღამოს აუცილებლად ვამთავრებ კეფირით. ამ დიეტაზე დავიკელი 40 კილო. ალბათ ერთი 12 წლის უკან. და მაშინაც დავიკელი თქვენ დიეტაზე, დამინიშნეთ რაღაცა სწორი დიეტა. მაგრამ ჩესნად რო გითხრა, ეგ არ მყოფნიდა. მეტი შედეგი გინდა. მშიერი. რა თქმა უნდა, მუდმივად არის. და ძალიან მშველის ინტერვალნია გალადანია 18 საათიანი. მოკლედ ვისა მეთოდია? საერთოდ მე აი ამ აქციის პირობებში ვიყავი ასევე ნუტრიციოლოგთან და მithles რომ აუცილებელია, როდესაც გაჯერებულია სხვადასხვა კომპონენტი. ანუ 5 კომპონენტისგან უნდა შედგებოდეს ის. და ყველაზე მთავარი კიდე გეონი, კაი ხასიათზე ყოფილი. რა თქმა უნდა. დღეს არის ძალიან ერთი რაღაცა უნდა ვთქვა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრების მოტივაციის ყველაზე კარგ ხასიათიანი ადამიანის დაბადების დღეა ჩემი და აჩიკოს საერთო მეგობრის ლიზა ბაგრატიონის. ო, რას ჩვენ გულოცავთ ლიზას დედას. ლიზას დედი? ალბათო ეთერის დაბადების დღეა. ყოველ დილას აი ეს წითელი ტუჩსაცხი იცოდე რომ შენ გიკუთვნის და შენ გეკუთვნება და იცოდე რომ ყველას ძალიან გვიყვარხარ და გვინდა რომ სულ ესეთი მხიარული და ბედნიერი იყო, როგორიც მთელი ცხოვრება. მოკითხვა და სიყვარული ჩვენგან თქვენ. განვიახლოთ ტუჩსაცხი რეკლამის დროს საფირმოს და გავიდეთ რეკლამაზე. ბედნიერად. დიდი მადლობა რჩევებისთვის. მადლობა ჩვენ. არა როგორ მშია. ძალიან. დიდი დავიოყოთ. ჰა? გავაკეთე.